ბაღდავაძე. ბატონო? ბაღდავაძე ვარ. ჩამოვედი. ძალიან კარგი რომ ჩამოხვედით. რატომ არ გვიტებეშეთ? დაგხვდებოდით. დუმბაძე. კარლო. რაჟდენი არა? რა თქმა უნდა, რაჟდენი. გამარჯობა პეტროვიჩ. სასტუმროში ნომერი გელოდებათ. დაღლილი იქნებით ალბათ თქვენ. დარბაზის საქმე როგორაა? დარბაზის საქმე ჯერ ვერ მოვაგვარეთ. მე დამპირდნენ. ვიცი ბატონო. ჯერჯერობით სპორტ სკოლის დარბაზში იმუშავებთ. სხვა სექციებიც იქ ვარჯიშობენ. ერთი თხილის გული 9-მამ გაიყო. მე მახსოვს სტელმანის ქუჩაზე იყო დარბაზი. იქ სასაუზმია. სალაყაია დამპირდა, ჩამოდი, დარბაზი იქნებაო. აი, მისი წერილი. ზღაპარია ყველაფერი. ისე ქალაქის საბჭო ჩვენს ზემოთ არის. თქვენ საით? შევალ სალაყაიასთან. ჩემოდანი რაღაც გინდათ სალაყაიასთან. თლად კარგად ვერ უნდა ბრძანდებოდა ჩვენი ახალი კოლეგა. მაგარი იყო თავის დროზე რაჟდენი. ძალიან მაგარი. მე თქვენ დამპირდით. დაგვირდით. ნამდვილად დაგვირდით, მაგრამ იმ ხალხსაც ხომ უნდა მოუხერხოთ რამე. მაგ სასაუზმის გადატანაზე ტრესტში ერთი ამავე ატეხეს. დარბაზი თავიდანვე კრივისათვის აიგო. მე მიმუშავე ამან. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. მოკრივეები ჩვენ აღარ გვყავდა. და გავხსენით ბოლოს სასაუზმე. მოგებას მაინც იძლევა. თუ კი ასე ფიქრობდით, მე რაში გჭირდებოდით? რისთვის შევამიყვანეთ აქ? ხალხს რომ ჭამის გარდა სულიერი და ფიზიკური აღზრდა ჭირდება, მაგდენი კი ვესმის ჩვენ. მას რისთვის ავართ აქ? ჩამოგიყვანეთ რომ კრივი ავაღორწინოთ. დავიბრუნოთ ძველის სახელი. აბა როგორ? განაგრძეთ ჯერჯერობით მუშაობა საერთო დარბაზში. და დამერწმუნეთ რომ ეს საკითხი სულ მალე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. რატომ უნდა დავანებო სკოლას თავი? აბა რა აზრი აქვს ასეთ ყურად ციარს? მხედავ თავში არაფერი შეგდის. ამ ხელაკაც სულ არ გწვენია. მაგის ასაკში ლომონოსოვი პირველ კლასში იჯდა. ფიზიკაც ხდება, ბული ავად გახდა. დასხედით. იაშვილი დაფასთან. მაინც და მაინც მე უნდა გამიზახოთ პატივცემობა. სხვას რომ გითხოთ რა იქნება? იაშვილი, შენ რა?
შავად გახდა, რა ბურია. რა ხდება? გაგიჟდით? მოგზადეთ, ჯერ თქვენ, მოგზადეთ. დასხედით. რამდენიმე წუთს საგასმოთ იებო ბაბრამიში. ებაგანო. ბავშვებო, ორ შაბათიდან ჩვენს ქალაქში იხსნება კრივის სექცია. სულელი რაჟდენ ბაღდავაძე. რაჟდენ პეტროვიჩი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოკრივედ ითვლებოდა. ჩადეთ ზონაში, არა ბატონო რაჟდენ. დიახ. სად იქნება ვარჯიში? სპორტ სკოლაში? ტელმანის ქუჩაზე. სასადილო რომ არის იქ. რამე იყოს ბოქსერი მოერევა თუ სამბისტი? ვერ გავიგე? ხომ შეიძლება ბოქსერს და სამბის რაიმეზე ჩხუბი მოვიდეთ. თქვათ გოგოს გულისათვის. თქვენი აზრით ვინეს მოერევა? ქუჩურ ჩხუბს მოკრივე არ იკადრებს. ეს ხულიგნების საქმეა. აბა, ხელს აღარ შეგიშლით. შეგვიშალეთ. კრივი გაკვდათ ახლა თქვენ. აქეთ მოგზანდით. აი, იქითაა ჩვენი სპორტ დარბაზი. ამრიგად, ჩვენ ყველა უფროსი კლასები მოვინახულეთ. ერთი შეკითხვა მაქვს ხოლო თქვენთან ბატონო რაჟდენ. ბრძანეთ. ამის საქმე როგორ იქნება? აი, ამის საქმე. ვერ გავიგე? იცით, მუშტი მოგეხსენება და ისიც თავში. სასკოლო პროგრამა ისედაც მოკრივე შტერი არ გახლავთ. შატკოვი ლენინგრადის უნივერსიტეტის პრორექტორია. უყურეშე? ტენი ერთ-ერთი საუკეთესო შექსპიროლოგია მსოფლიოში. არა, მე მესმის მაგრამ. კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში კრივი სავალდებულო პროგრამაშია შეტანილი. მომიგეთ ბატონო რაჟდენ, მომიგეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მეტი არავინ მოსულა? ერთს უნდა ჩაეწეროს, მაგრამ ცხენია მოსულა. რისი ცხენია? შეიძლება არ ცხენია, მაგრამ მერიდება. წეღან აქ იყო, მაგრამ თქვენ რომ დაგინახათ, გაიქცა. შეიძლება დაუძახო მოვიყვანო. დაუძახე. დანარჩენები რატომ არ მოვიდნენ? ტუღუში და ქლიბაძე სახლიდან არ გამოუშვეს. მეც არ გამომიშვებდნენ, მაგრამ დაუმალე კრივზე რომ ვეწერებ. ვის დაუმალე? დედას. ჩხუბს ვერ იტანს. მოვიყვანე პატრიცემულა. აი ეს არის. რატომ ადამიანს კრივი აირჩია? მე თუ მკითხავ, შენ ცურვა უფრო მოგიხდება. არ მინდა ცურვა. ჩხუბი მინდა ვისწავლო. კლასში ყველა თავში მირტყავს. თქვენ თუ ჩხუბის სწავლა გინდათ, მაშინ აქაურ ხულიგნებს მიებარეთ. მე რა შუაში ვარ? კრივი ნამდვილი ხელოვნებაა. ამაში თქვენს დარწმუნდებით. აი თუ დამიჯერებთ და გამომყვებით. ჰა? გამარჯობა. მამა, რა იყო ბიჭო? აქ მართლა კრივის დარბაზი უნდა იყოს? მოუსაკედარ. არ არის ეგ შენი საქმე. ბოჭო როგორ ახარ? კარგად ზიაგრიშა, თქვენ როგორ ბრძანდებით? როგორ უნდა იყო? ჯაბეთ. აი. რიშა. თუ ზმახარ მითხარე რა, მართლა გერეკებიან აქედან. საქმე ახლა ეს. იყავი ჩვენთვის წყნარა წესიერად და მე და იმის ჩიტი გამხატა. საიდან მოდის ეს უბედურება? ცხერი, ნახე რა ცხერია. რაც მაგას მოხვედრე ალბათ. ეს ჟორა გვასალიამ გამოგიგზავნა. ასეც მე არ ვიცი. სამაგიეროდ, ჩვენ გიცნობთ, ბატონო, ჩვენ. მე არასოდეს დამავიწყდება. ბაღდავაძეს სიდოროპულოს ბრძოლა აქ ამ დარბაზში. აი ის იყო ნამდვილი ბრძოლა. ვიკადრეთ, მობზადით ჩვენთან. რა ბრძოლები იყო?
რა მოკრივეები გყავდა. გორგასლიძე, ხუდუშაური, კალაძე. ახლა ვიღა დარჩა? ლომიძე. ლომიძე გახსოვს? ლომიძე. თელ რესპუბლიკაში ორი წესიერი მოკრივე არ უნდა იყოს? ესაა საქმე? ყველამ გვაჯობა, ყველამ. წავიდა ბაღდავაძე რინგიდან და შემსვლელი აღარავინ დარჩა. ხომ ასია? კრივს სისტემატიური ვარჯიში და მკაცრი რეჟიმი უყვარს. კი, მაგრამ ტალანტი მაინც სხვა შეგაიგო. ტალანტები არ გვაკლია ჩვენ. აი თუნდაც ამ ყმაწვილს შეხელე. თუ დამიჯერებს და გამომყვება, მისგან კარგ მოკრივეს გავზრდი. ჩემგან თუ გამოვა რა. ოჩოზე ნაკლები ღონე არა მაქვს მან. მაგრამ ცოტა სისწრაფე მაგლია. აბა ჯერჯერობით შემორაჟდე. კარგად იყავ. ბედნიერად. ატიფცემულო. აი ეს არის ხუტაჭი თანავა. გამოდიო. კარგად ჩხუბობს, მაგრამ მალე იღლება. ფიზიკურად ვარ სუსტი. კელოვანი შენზე სუსტი იყო. ვინა, კელოვანი? იყო ასეთი. სული რომ შეუბერო, წაიქცევაო იფიქრებდა კაცი. მაგრამ გული ჰქონდა ნამდვილი ვაშკაცის. გიჟივით ვარჯიშობდა. ბოლოს წინვალე ფორმაში იყო. არ დასწავდა. ომი დაიწყო. ქერჩიდან დაიღუპა.
რაჟას გამომარჯოს. გამარჯობა. რა არის ეს? კრივისათვის საჭირო სპორტული ინვენტარის სია. ტომრები გვაქვს საწყობში. ლეიბებსაც ვიშოვნით. რავო? პნევმატიური მსხალი. რა ჭამდება ეს? უმაგისოდ არ შეიძლება. უნდა გამოიწეროთ. ისეთ ამბავში ხარ, ჩემო რაჟდენ, თითქოს ოლიმპიურ ნაკრებს ამზადებდნენ. სულ კრივი და კრივი. მოდი აქ ჩვენთან. დაჯექი, გაიხადე, ცოტა გაშავდი. აგერ კარლოსს მოახტუნე და მე შენ გეთამაშები. რას წამოახტუნებ? როცა თვითონ გაქვთ შამათი, ორ სვლაში. რანაირად? აი, მოვედი ასე. მეტი გზა არა გაქვს, ეს უნდა ითამაშო. მომასია. გაუხსენი ოფიცერი და მორჩა. ისე ცოტა ჩვენთვისაც რომ მოიცლიდეთ ური გვარი იქნება. ორჯელი გამოსაცვლელია ტაიჭიც. მოიცადო ზმახარ. გამარჯობათ. ბატონო რაჟდენ, გამარჯობათ. აბა ერთი კარგი თოფი შეურჩიე ბადივცემულს. არა, მეჩქარება. დღეს ორჯერ ვიყავი თქვენთან რედაქციაში და ვერც ერთხელ ვერ. ვიცი. გითხრეს გასულია მალე იქნებაო რა. ჩემი წერილი. თქვენი წერილი შემდეგ ნომერში იქნება. ბევრი ამოგიღიათ. გაზეთისათვის ეს ჩვეული ამბავია, ბოლოს და ბოლოს კრივზია დაწერილი ახლა. სამაგიეროთ სამივე ფოტო იქნება. კარგად ზანდებოდეთ. ენა ეს ტიპი მოცლილია. ზედარეთ ყობა? როცა ჯეკ დემსი სოფლიო ჩემპიონი გახდა, ყველა მირწმუნა რომ კრივში თავარი შეტევაა. მაგრამ მოვიდა ტენი და გალახა დემსი. შემდეგ იმის მტკიცება დაიწყეს, რომ კრივში თავარი აზროვნებაა. როკი მარჩიანოს წარმოუდგენელი ძალის დარტყმა ჰქონდა. კასიუს კლეის მოცეკვავე მოკრივე შეარქვეს სწრაფი ფეხების გამო. ყველა სხვადასხვა იყო. ყველამ რაღაც თავისი მოიტანა კრივში. თქვენი საზრით მაინც რა უფრო უნდა გქონდეს მოკრივეს განვითარებული? ხელები თუ ფეხები? თავი. მამაძოდე. ეს მანეს. აკემელია რა. სოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ფრეზერი მუსიკითაა გატაცებული. წერს სიმღერებს, ხელმძღვანელობს ჯაზ ორკესტრს, რომელსაც ნოკაუტი ქვია. ურეშენ. ქვეყნად სპორტული ჟურნალ-გაზეთები რომ არ ყოფილიყო ჭუპა წერა-კითხვის უცოდინარი დარჩებოდა. მოდი, ჩვენც ჩამოაყალიბოთ ჯაზ ორკესტრი და ძიარაჟდენის საპატივცემულოდ აპერკოტი დავარქვათ. შენ ეს მითხარი. მამა შენი რას ამბობს? გაბრაზებულია ჩემზე? არ ვიცი მას. სასადილოს მგონი სადღაც ნავსადგურზე ხსნია. სწორია. ზღვის პირზე გემრიელი პური იჭმება. გამიგეთ ბატონო. მე მამა ვარ და მინდა ვიცოდე ჩემი შვილის ამბავი. ბავშვი თავს იკლავს. დადეგვილი მოდის სახლში.
შედეგი კი არ შანს. რა შედეგი? როგორ გითხრათ? აი მე ქუდებს ვკერავ. ოჯახს ვარჩენ ამით. როცა ხელობას ვსწავლობდი, ვიცოდი ნაღდი რომ იყო ეს საქმე. თუ ჩემი ბიჭი ჩემპიონი გახდება, მაშინ კიდევ შეიძლება, ხო? მაგრამ რომ ვერაფერს მიაღწიოს, ხომ შეიძლება ასეც მოხდეს? შეიძლება. ხო და მეც მანდა ვარტყვილად რატომ ნაბეგვინოთ ვიღაც დეგენერატებს დედის ერთა ბავშვი. არა აქვს მონაცემები გამოაგდეთ ბატონო. აბა ისე რა აზრი აქვს? ის აზრი აქვს რომ ვაშკაცი იქნება პატარას და სულს არ დაჩაგრავს. არც სხვას დააჩაგვრინებს. არ დააჩაგვრინებს და მიიღებს დანას მუცელში. სამაგიეროდ თვითონ არ იხმარს დანას. აბადიეთ. აპატიე ძიერაშტი. მამა ჩემი რა მამაში? ყოველთვის ასე მარცხენს. რა თქვი? აბა გაიმეორე. მამაშენი დღე და ღამე მუშაობს. ყველაფერს აკეთებს რომ კაცი გამოხვიდე და შენ როგორ თქვი? გარცხენს ხომ? მოდი ერთი ახლოს ეს რა თქვი, გაიმეორე. აპატიეთ მას. სხვანაირად მინდოდა მეთქვა. დედას გეფიცებით. ამასე გეუბნება. მოდი. გამარჯობათ ბიჭებო. ვინ არის ეს კლient? ოქსიორი, გაგდავა. ნახე განცხადება სურვილებს ეძებს რა? გამარჯობათ პატრიცემული. მოგზავნით ჩვენთან ვიცებოთ, მოგზავნით რა გთხოვ? მე არ შემიძლია. არაფერი გასწავლე. ავერთი მიჩვენეთ, რა შეგიძლიათ. მე ვნახოთ. როგორი? შესანიშნავია. ხოლო ასე მალე რომ დაეღალე ეს არ მომწონს. ეწევი? არა? თუ ვარჯიშობ? არა, არ ვარჯიშობ. რასაც ეს ყოველ საღამო აქტურობს, რაღა ვარჯიში უნდა. შენ ხომ დადიხარ კრივზე არა? რომ დაგიშვებ ამ უსტავში მიზაში გულსმანივით ჩაგარჩო. მე ისწავლე უბრალოდ როგორ უნდა ელაპარაკო. იქნებნეც გულსმანივით. არა, თქვენ როგორ გაგადრებთ მამათ მერგები. როცა გენებოთ მოგზავნით ჩვენთან ცეკვებზე. დიდად გმადლობთ. ორდამი. ის ლაძირაკები მეორედ აქ მოსული რომ დავინახოთ სხვაებირ სამოგინახო, გაიგე? უკვე გადაწყდეს საქმე. არაფერი ეშველება. ეს კაცრებიც დაიცლება და ჩვენც უნდა დავცალოთ აქაურობა. ერთი მაჩვენეთ ექტივი. მე მოველაპარაკები.
ბიჭო კაც მაინც გავდეს. ერთი დაგვაჯული ვინმე. ამ სიმაღლეა. ბატონო. გამარჯობათ. მობრძანდი რაჟდენ. ვინო დაგვილია? არა, გმადლობთ. ერთი წუთით შემოვიხედე. აქეთ ვიყავი და შუქი რომ დავინახე, ვიფიქრე. ვიცით ბატონო, ვიცით რაც იფიქრეთ. მაგრამ ახლა გთხოვთ მობრძანდეთ ჩვენთან. მოგოდიეთ, მაგრამ ახლა არ შემიძლია. შეიძლება ასეთ კარგ ხალხს აწყენინოს კაცმა. მოდი დამიკო, მოდი. მოდი მე დამიჯერე. აბა. ერთი. ახლა პატარა ბიჭუკ. რა შეასაქმე? საწყალი, არ იცის რა შეასაქმე. აიცა. რა დაგიშავა ამ ხალხმა? ქუჩაში რომ ერეკები. მე ვერეკები? ამათ ნავსადგურთან აძლევენ ადგილს. გაიგე ძმა, ეგ ადგილი არაა. იქ რესტორანია, კაფეც იქვია და სასადილოც. მოდი ჩვენ ასე მოვიქცეთ. შენ ხვალ ვეტრახვალ კალაკომში. და ეთყვი რომ ეს დარბაზი აღარ გინდა. ხო და არ ჩვენ დაგვრჩებით ვალში. ოღონდ არ გინდა, რას მიშვებით ბიჭებო? ამ კარებიდან გადეთ. სულ მახარ. ჩვენ მგონი სადღაც შევხატევართ ერთმანეთს. იქნება სუფთა ჰაერზე გასეირნება ცოტა ჭკვაზე მოგიყვანა. ძალით აქედან. პეტროვიჩ, გამარჯობა, ძვირფასო, გამარჯობა, წავიკითხე ბატონო თქვენი სტატია გაზეთში და ძალიან მასიამოვნები დაგვჭი. არ მეგონა თუ კრივზე ასე შეიძლებოდა წერა ბატონო. არ მეგონა. შეამოკლეს თორე ვისე დიახ. არა უშავს. ხდება, კარგად ნახეთ. კარგად იღავით, კარგად. ნახვამდის. რაფერ გალახა 7 კაცია მოწყიბულმა. ვა, მე მითხეს 10-ო. არა, ნამდვილად 7 იყვნენ. ჩემი თვალით უყურე მთელ ჯგუფს. ბატონო რაჟდენ. გამარჯობათ ბატონო რაჟდენ. ძალიან გთხოვთ მაპატეოთ რა. იცით იმ დღეს ცეკვებზე რაღაც კარგად ვერ გამომივიდა, თქვენს გაწყენინეთ და ბიჭებსაც. ბიჭებთანაც ბოდის ვიხდი. თუ ძალიან ნაწყენი არ ხართ ჩემზე, ჩავეწერები თქვენ სექციაში. შეიძლება? შეიძლება. მოდი. საქმე ახლა ეს? რა მიყავი თუ იცი შენ? რა მიყავი? რატომ გამომაპარი ამისთანა ჭხუბი? თელმა ქვეყანამ თუ ნახა შენი აპერკოტები, მე რა დავაშავე, რა დავაშავე? ირიმე. შენ გენაცვალე მე შენ. იცოლე. აცი წინასწარ უნდა გამაფრთხილო. არა, სტატია ნამდვილად საინტერესო. კი ბატონო, კი, მაგრამ მარჩიანო კასიოს კლეიზე მაგარია, რომ წერს, მაგაში ნამდვილად ვერ დავეყრები. კარგები იყვნენ. კარგები. რადო კოლოვი მახსოვს.
აგურენკოვიც მახსოვს. ქვევიდან იცოდა ხოლმე დარტყმა ქვევიდან. იბრძანდი ბატონო. კრივია საჭირო. არა? მოცილვით პანჯარას. ცოტა ხანს კიდევ გიყურეთ, შეიძლება? იყვნენ რა მოხდება? ბოქს. ისე რას გეტყვი, რინგზე ჭკუა თუ არ მოიხმარე? კაპიკია შენი ფასი. რა ვიცი? ცხოვრებაში ეშმაკობა არ გაკლია. კრივის დროს რა გემართება? ეს ცარიელი ღონის იმედით ფონს ვერ გახვალ. ხო. ტექნიკური მოკრივე ყოველთვის დაგჭაბნის. მოდით ახლავე შევთანხმდეთ. ვინც პაპიროს კიდევ ეწევა, უკეთესია დროზე დაგვანებოს თავი. მისგან მაინც არაფერი არ გამოვა. რა სიტყვი ჭითანავა? რა უნდა ვთქვა? მართალს ბრძანებთ. მართალს ბრძანებ? ამოატრიალე ჯიბეები. კუდი მოიხადე. ადი ახლა და ამის შემდეგ თვალით არ დამენახო. რა მოგივიდა შენ დროს? გულახდედა თქვი შეგეშინდა? ბიჭებმა თქვენ ზეარაშდა. შეიძლებოდა იმ ნადირთან ჩხუბი. მეგონა შემჭამდა.
ასეთი სიფათის კაცი რინგზე კი არა, ქუჩაში რომ შემხვდეს ალბათ მეორე მხარეზე გადავა. აი, სად მონახეთ ასეთი ტიპი? აი, ნაღდი ბულდოგია. მომისმინე და სამუდამოდ დაიხსომეთ. ვთქვათ, რინგზე შეგხვდა პარტნიორი, რომელსაც ჩაჭეჭყილი ცხვირი და ბანდიტის გამოხედვა აქვს. თანაც მთელი ტანი ტატუირებით აქვს აჭრილებული. ასეთს არ უნდა შეუშინდეთ. უფრო საშიშია ინტელიგენტური სახის მოკრივე, რომელსაც ლამაზი ცხვირი და ნაზი კანი აქვს. ასეთი ერთი შეხედვით დედიკოს შვილი იცოდეთ თავს იოლად არ გაგალახვიებს. რატომ? იმიტომ რომ ძალზე ტექნიკურია. ახლა გასაგებია? გასაგებია. აი ეგრე. გიორგაძე, დამარტყე მარჯვენათი. როგორ გეკადრება თქვა? რომ გეუბნები დამარტყი. მარჯვენათი ბიჭო. გაიგე ახლა. აბა, მიდი. კიდევ. აღარ მოგახსენებ, თავთაკმურებო. უკვე გვიანა. დავიშალოთ ბიჭო. აბა, სადაც ახლა. კარგად. კარგად. ზიარაშდა. რა იყო? გეფიცებით. მეც აღარ მოვწე. ზიარაშდა. თუ მოვწიო, რაც გინდა ის მიყავით. რა უნდა გიყო მე შენ? ნოკაუტში ჩამაგდეთ, თუნდაც ხვალე. აიდამალ ხაზონასა და გაზვიადებას უყვარს. ყველაფერს ნუკი დაუჯერებთ. გამარჯობათ. სალამი. გამარჯობათ. დიდი ხანია მინდოდა თქვენთან შეხვედრა. ბოჩოსაც რამდენჯერმე დავაბარე, მაგრამ ალბათ ძალზე დაკავებული ბრძანდებოდით. დიახ, რა თქმა უნდა. ბოჩო, შენ წადი ცოტა ხანს გაისეირნე. დიახ, ნახვამდის. თქვენ მამა ხართ და ბუნებრივია ჩემზე მეტად შეგტკივათ გული. ბოჩოს ორიანებს კიდევ მოევლება რამე. თუ არა და ბოლოს და ბოლოს დარჩება მეორე წელიწადს. თავარი უბედურება იმაშია, რომ ბავშვს სულიერი საზრდო აკლია. ამასაკში ხო უნდა იყოს რაიმეთი გატაცებული. მე რამდენჯერმე ვცადე გულახდილად ეთქვა ბავშვს, რა უყვარს მას, რაზე ოცნებობს, რას ფიქრობს მომავალზე და იცით ბოლოს და ბოლოს რა გამოირკვა. თურმე მას კრივი იტაცებს. ის ოცნებობს გახდეს ბოქსიორი. ოცნებობს გახდეს ჩემპიონი. როგორ მოგწევთ? წარმოგიდგენიათ? მე მას ბაირონს ვუკითხავ. ის კი იმას ფიქრობს, ვის როგორ გაუტეხოს ცხვირი. როგორ მოვიქცეთ? იცით რა? თუ გინდათ თქვენი შვილი სულ არ გამოაშტეროს იმ მუშტიკრივმა, უნდა ნახოთ ის ვიღაც მოცლილი რომ ჩამობრძანდა ჩვენს ქალაქში და უნდა მოელაპარაკოთ როგორ წესი და რიგი. თუ გნებავთ მე წამოყვებით. არა, გვალობთ. გიორგაძე? რა გიორგაძე? აი, როგორ სწავლობს? გიორგაძე სკოლის სიამაყეა. ისიც დადის კრივზე? პირველად მესმის. ჭითანავა როგორ იქცევა? საგრძნობლად გამოსწორდა პირდაპირ ვერ იცნობთ. აი, ჭუპაც მოკრივია, იცით? და საკმაოდ პერსპექტიული. წარმოუდგენელია. წარმოუდგენელი აქ არაფერია, ქალბატონო. მით უმეტეს რომ თვით ბაირონიც კრივით იყო გატაცებული. აი,
წაიკითხეთ მისი თხიურები და ნახავთ თუ როგორი მოყვარული და მწოდნე იყო კრივი. უკასრავად. თქვენ ბოჩოს მამა ბრძანდებით? რა თქმა უნდა. დიახ, ბოჩოს ორიანებს გამოასწორებთ, აუცილებლად. კარგად ზარდებოდეთ. თელ სექციას არცხვენ. იქნებ ფიქრობ ამ ორიანებით შეჯიბრზე დაგიშვებენ. როგორია შენი მასალებები? იოსელიანი, ისე ყველა ძალიან გვიყვარს. აგერ ცხოვრობს კუტუზოვის ქუჩაზე გაუთხოვარია. რაო? კითხე მე შენ გათხოვილია თუ არა? წადი ახლა და მიხედა იმ შენ ორიანებს სანამ დროა. მთელი ფული ბაღდავაძეზე წავიდა. საიდან უნდა მოგწეთ მე ამდენი პირველთაღი გოსანი? როცა ყურადღება კრივზია გადატანი. ნამდვილად. ახლა ლუქსის სასტუმროში ბარემ თან გადაყევით მაგ გასტროლიორზე ეგ არის. ცოტა სიტყვას დაუგვირდი. სირცხვილია. მე სამართლიანობა მინდა აღვადგინო და ეგ მალაბარაკებს. რა შეაძლევთ ამ კაცს ამდენ ფულს? რა განაკვეთი აქვს ასეთი? 5 სექცია ყავს რაჟდენს. კაც დილიდან ღამემდე დარბაზიდან თავი ვერ გამოუღვია. აი ამაშია საქმე. კი, მაგრამ ჩვენს ქალაქს რაც უნდა ერთბაშად 5 სექცია. შენ მთელი დღე ნარც თამაშობ და მაგით იგინდა გაგიზარდონ განაკვეთი? თქვენ თვითონ თხოვეთ მე თამაშებო. თანაჩტანგაზე აღარავინ დადის. თანვარჯიშზე კი დადიან? ყველა იმ მოცლილმა გადაიბირა. გეყოთ ბოლოს და ბოლოს ცოტა თამოყარეობა იქონიეთ. თქვენთვის ადვილი ანდრო გეორგევიჩი. თქვენ ფეხბურთი გაქვთ. რაჟდენი თვლის რომ ცხოვრებაში მთავარი კრივია. ამ კაცმა იმდენი იქნა რომ ხომ ხედავ ჩვენს ქალაქში კრივი წამყვან საღეთ იქცა. ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ეგ რაჟდენია თუ ვიღაცა დროზე თუ არ გავაჩერეთ მთელ ქალაქს კრივი სექციად გადააქცევთ და ჩვენ ყველას იქ ჩაგვრიცხავენ. და თქვენ სანდრო გეორგევიჩი. მე წინააღმდეგი არა ვარ. მოცლილი, ნამდვილი მოცლილი. რატომ ვითომ? მოიცათ ამხანაგა მოიცათ. ასე არ შეიძლება. ჩვენი მოკრივეები პირველად გადიან რესპუბლიკურ არენაზე. ეს სახუმრო საქმე არ არის. კაცმა ერთ წელიწადში ისეთი გუნდი დააყენა, აგერ სოხუმში მიიწვია სპარტაკიადაზე. და ახლა ვნახოთ და უცადოთ. როგორც ცივა. ხელები გამეყინა. ჩაიცი. ბრასულელო. კარგი ჩაიცი ვინ გეყურებს. ასე. რამდენი ხანია ჩვენ აქეთ არ ყოფილვართ? ხო. ჩემთვის შენ აღარ გცალია. რაჟდენ ბაღდავაძის გარდა აღარავინ დახსოვს. მახსოვს. მაშ რატომ არ მოხვედი გუშინ ჩვენთან? 10 საათამდე გელოდით. ვარჯიში გვიან დამთავრდა, შემდეგ რაჟდენი მივასილეთ სასტუმრომდე. რა თქმა უნდა, ისევ რაჟდენი. შენ მას არ იცნობ, ნანა. აი ჩავეწერები მეც კრივზე და გავიცნობ. არ გეხუმრები, ეს ძალიან კარგი ადამიანია, თანაც მან ჩვენი ამბავი იცის. გაგიჟდი? ხო. რა ამბავი? ის რომ ჩვენ რომ არც კი გრცხვენია. თავი დამანებ, ვითომ მოკრივე რომ ხარ გონია ვერ გცემ თუ მოგარტყი. მომარტყი მე რა ინგიშლის. გამიშვი. გილოცავ დაბადების დღეს. გუშინ უნდა მოგელოცა. ახლა გილოცავ.
ბიჭო, შენი ძმაკაცი. რაჟდე პეტროვიჩ, ერთი წუთით მომიცადეთ. კეთილი? რაჟდე. მოდი, შენი ჭირივე, შენ გენაცვალე მე. მოგიჭია მასკელი და უარი არ ვიტყვა, თუ არა მასკელინე ვიცოდე. მობრძანდით, თითო ჭიქალუდი დავლიო. არა, მადლობთ. ცივილუდი, გესები მადლობა. უთხარი რა. აი. უცხება. კი მარა რა გიბარები. ცუდი ხვარაფერია. სასამართლოდანა. შენთვისაც მოიცალეს? დედიკოს ხომ არ აბრაზებდი? რაჟდე პეტროვიჩ, პრიევბამ. ჩამოხვედი რაჟდე, გამარჯობა. სალამი. აბა მომიყავი? არა, აბა შენ მომიყავი, შენ როგორ იქცეოდი, ა? ჩამობრძანდა ვაჟბატონი. ჯერ იყო და თელავში გაიბარე. ძლივს დაგაბრუნეთ იქიდან. მერე ხაშურში. ახლა ზღვისპირას მოინდომე ცხოვრება. შეიძლება რომ ოჯახი სულ შენს ძებნაში იყოს? 4 შვილის მამას გეკათრება ეს? ადრესანამ რინგზე გამოდიოდი, გასაგები იყო შენი მოგზაურობა. ჩვენ გითმენდით, როგორც შეგვეძლო, ხელს გიწყობდით. იქნებ, კარგად ვერ ხარ. თქვი და იმკურნალებ შეგაც. რამჯერს მე სამკურნალო? რაც შენ მოხვედრია. თანაც თავში. მას რით შეიძლება აიხსნას ეს შენი იდეა ფიქსი? მაინცა და მაინც პროვინციაში რომ გინდა კრივი საყვავება. დავიჯერო, თბილისში ერთი სექცია არ მოიძებნა შენთვის. მაგრამ კაცი რომ ოჯახზე ერთხელ გულს აიყრის, უნდა გელაპარაკო. სადაც ქმარია, ცოლშვილიც იქ უნდა იყოს. სწორედ მაგ ჭკუაზე ვარ. რომ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი და 4 ანგელოზივით ბავშვი სადღაც გადაკარგულში გამოგაყოლოთ. ახია ჩვენზე. ასე გვიფასდება ამაკი. შენ რას გატრუნულ ხარ და ხმას არიღებ. თავისი ყურით გაიგონოს შენმა სანიმუშო მეუღლემ თუ რას ფიქრობ მასზე. მე მეტი აღარ შემიძლი. მოგლეთ ხვალ სასამართლოზე. ან გაეყრები ცოლს, ან არა და დარჩები ოჯახში და იცხოვრებ ადამიანურად.
ტელევიზორში ფეხბურთი იწყება. თქვენ უყურეთ, მე ნუ დამიცით. Mama მუშაობს და ხალხს მუშაობს. რაში მოდი? სოხუმის რინგზე გრძელდება ფინალური შეხვედრები მოსწავლეთა რესპუბლიკური სპარტაკიადისა. გამარჯვებული ოქროს მედალს მოიპოვებს, ხოლო მეორე ადგილზე გამოსული ვერცხლის მედალს. ყოველი შეხვედრა ძალზე საინტერესოა. შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მაყურებელთა შორის, ისე გამოცდილ სპეციალისტთა შორის. პატარა ბიჭუნები ძალზე კარგად აწარმოებენ შეხვედრებს, ძლიერად უტევენ, კარგად იცავენ თავს. ერთ შეხვედრას არ დაუტოვებია გულგრილი მაყურებელი. ვინაიდან დღეს უნდა გამოვლინდეს ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი კრივის ხვალინდელი დღე. ის პატარა ჭაბუკი მოკრივეები, რომლებიც მომავალში გამოცდილ ოსტატებს შეცვლიან და იკავებენ მათ ადგილს და ალბათ არაერთხელ ასახელებენ ქართულ კრივს, როგორც საკავშირო, ისე საერთაშორისო სარბიელს. ამ შეხვედრას მოუთმელად ელოდნენ კრივის მოყვარულები. საჯმა რინგზე მოუხმო მომდევნო წყვილს, ახალბედა ჭუპა ხომერიკს პატარა ზღვისპირა ქალაქიდან და გამოცდილ ქუთაისელ ნუგზარ კაპანაძეს. აი ჭუპა ხომერიკი რინგზე ადის. კონგის ხმა და ეს საინტერესო შეხვედრა დაიწყო. დაიწყო იგი ყოველგვარი დაზვერვის გარეშე. სწრაფად შეუტია მეტოქეს ჭუპა ხომერიკმა და არა ნაკლებ მომზადებული შეხვდა ამ შეტევას ქუთაისელი ნუგზარ კაპანაძე. აი ეს შეტევაზეა ხომერიკი. უთხრა შემდეგ მეტოქის დარტყმა. ძნელი დასადგენია ვის შეიძლება მიანიჭო უპირატესობა ამ შეხვედრაში, ვინაიდან ორივე სპორტსმენი უაღრესად კარგად აღიარებენ. ჭუპა ხომერიკის გამოჩენას ამ დიდ რინგზე არავინ მოელოდა. ის სრულიად უცნობი ჩამოვიდა სოხუმში და ახლა კი ფინალური ასპარეზობის მონაწილეა. მონაწილე და შეტევასაც უფრო ხშირად ისიწყებს და კარგადაც აგვირგვინებს. ისევ შეტევაზეა ხომერიკი, ისევ უპასუხა დარტყმით კაპანაძემ. ძლიერი დარტყმა, კიდევ დარტყმა. მეტოქეს კარგად იგერიებს არ დარტყმას, კიდევ შეტევაზეა ხომერიკი, კიდევ დაარტყა ძლიერად. როგორც ხედავთ, თითქმის კუთხეში მიიყვანა გონგის ხმა. ვინ გაიმარჯვა ამ შეხვედრაში? საჯმა ჭუპა ხომერიკის ხელი ასწია მაღლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი სპორტსმენი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აი, ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო გადამწყვეტი შეხვედრა თბილისელ გივის ანდუკელსა და ბოჩო იაშვილს შორის. ისინი უკვე რინგზე არიან, ამ შეხვედრამ უნდა გამოავლინოს გამარჯვებული ამ წონით კატეგორიაში და მართლაც მომავალი ნიჭიერი სპორტსმენი და ამ შეხვედრას განსაკუთრებული გულისხმობით ადევნებენ თვალყურს გამოცდილი ვეტერანები, მწვრთნელები, სპეციალისტები, სპორტის დამსახურებული ოსტატები ანდრო ნავასარდოვი და შალვა გორგასლიძე. აი როგორც ხედავთ, ძალიან ახლო ბრძოლაში შევიდნენ მეტოქეები. დარტყმა სulis ძალიან ძლიერ კარგად იწყებს შეტევას ბოჩო იაშვილი, მაგრამ არანაკლებ ძლიერად პასუხობს ზანდუკელი და ერთ-ერთი შეტევა ძლიერი დარტყმა და ბოჩო იაშვილმა მეტოქე ნოკდაუნში გაგზავნა. ეს ძალიან კარგი განაცხადია უკვე შეხვედრის პირველ რაუნდში, რაც ბოჩო იაშვილის აშკარა უპირატესობაზე მეტყველებს. დაიწყო მეორე რაუნდი.
შეტევაზე ხან ერთი სპორტსმენია, ხან მეორე. ორივე ფიზიკურად ძალიან კარგად არის მომზადებული, ძალიან კარგად ტაქტიკურად მიყავთ მთელი ბრძოლა. ტექნიკური არსენალი მათი უაღრესად მდიდარია. თითქმის ყველა შეტევა, ყველა მოძრაობა, ყველა ილეთი კრივისა გამოყენებული იქნა ამ შეხვედრაში და მართლაც მაყურებელს უდიდესი სიამოვნება მოჰგვარა როგორც გივი ზანდუკელის, ისე ბოჩო იაშვილის თავგამოდებულმა დაუოკებელი ტემპერამენტის ბრძოლა. ვინ გაიმარჯვა ამ შეხვედრაში? საჯმა მოულოდნელად გივი ზანდუკელის ხელი ასწია მაღლა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ჩვენ ოდნავ საერთოდ გვეჩვენება. დაждენ. დაждენს მოდი. რას გაჩერებულ ხარ, მოდი ჩვენთან. ერთად აღვნიშნო შენი წარმატებები. როგორ ახარ? კარგად. ხოჭა. გამარჯობა რაჯდენ. აბა მოგიდე ხელი. მადლობ. მოგილოცავს რაჯდენ. შენი ბიჭების გამოსვლა ამ სპარტაკიადაზე ნამდვილი სენსაცია იყო ძმაო, მომილოცავს. შენ რაღაც ვერ ახარ, ხასიათზე. თავს იკატუნებს თორემ მაგაზე ბედნიერი ვინა ახლა. მაინც რა ქენი კაცო? ერთ წელიწადში ასეთი გუნდის გამოყვანა როგორ მოასწარე, ა? გუნდი გიორგიმ გამოიყვანა. მე რა შვაში ვარ. მოიცა თუ ძმა ხარ. ყველა მიცის რომ ბიჭები შენ გაზარდე და არა გიორგიმ. წერს თუ მაგათ მეოთხე ადგილი აიღეს. გაისად რასიზამენ. რასიზამენ და შეიძლება მარტო თბილისთან წააგონ. აი ნახავ. ის რა მაგარია? ჭითავა რა? ჭითანავა. ხო, ჭითანავა. ისი ძალიან მომეწონა. ქერათმიანი, საშუალო წონა. ხომერიკი. ბიჭო, რაც ხვეპირი ჩამოხდირის? მართლა ვერ ახარ ფორმაში თუ რა მოგივიდა? არაფერია. ყველაფერი რიგზეა. დავლიოთ. ყველაფერი მე უნდა გავიხსენო, ხომ? აი სტაბაც აქ ხრჩებოდა. აბა, ადექით ბავშვებო. ესენი აქ იყო, მომენტ. რა ხდება? ამდენი ბარგი საწავ იყო პირდაპირ აღარ ვიცი. აი ეს თევზი. მოვეხმარე თუ გაცხარ. ისე ურჩემოთ გადაწყვიტეთ რაღაც. მამაზე დღეს დავიდეთ რა მოდერა მამიკორა. მამიკორა.